Attention. პრემიერმა თბილისი 2015-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა. მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური სოფლის მერის თანამდებობაზე ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი წარადგინა. სპორტული ღონისძიების აწყებამდე რამდენიმე დღე რჩება ოლიმპიურ სოფელში სტუმრები და ფესტივალის მონაწილეები ცხოვრობენ. საქართველოში 50-მდე ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი ჩამოვა. ოთარ გიორგაძე ჩაგორთება ოლიმპიური სოფლიდან. ოთარ გისმენთ. დიახ, თამარ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა თავად დაათვალიერა ყველა ის ობიექტი, სადაც განთავსდებიან სპორტსმენები, ის ადამიანები, ის ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში ოლიმპიურ ფესტივალზე საუკეთესო ტიტულისთვის იბრძოლებენ. ამ ტერიტორიაზე არის 9 საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც განკუთვნილი არის ოლიმპიური დელეგაციებისთვის და იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც უკვე ხვალიდან ჩამოვლენ დედაქალაქში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩინურ კომპანია Hualink ჯგუფთან ერთად განხორციელდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე განთავსდა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც უკვე ხვალიდან ნებისმიერ უცხოელ სტუმარს მომსახურება. წლიდან დღემდე ჩვენს ინვესტორს აქვს დახარჯული საქართველოში $500 მილიონამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის. გასულწეს ყველაზე მსხვილი ინვესტორი იყო სწორედ ბატონი მი. ასე რომ მე მინდა მას მადლობა გადაუხადო ამ არაჩვეულებრივი კომპლექსის აშენებისთვის. მინდა აღნიშნო ისიც, რომ ეს კომპლექსი მთლიანად აღჭურვილი არის ჩვენი ინვესტორის კომპანიების მიერ. ავეჯი არის ნაწარმოები საქართველოში, ქუთაისის ფაბრიკაში, ნაწილი არის შემოტანილი. ასევე სასტუმრო კომპლექსი, რომელიც არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ასევე არის ჩვენი ინვესტორის აშენებული. ყველანაირი სამზადისი არა მარტო ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე საორგანიზაციო კუთხით არის დასრულებული. საორგანიზაციო კომიტეტი მთელი 100% გადასულია მხოლოდ და მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში. დიახ, ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა. ოლიმპიური დღე შევკოფრიალებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ოლიმპიური ფიცი დადო მზია ბებოშულმა, ქართულმა ძიუდოისტმა, რომელიც აღნიშნულ შეჯიბრზე იასპარეზებს. რაც შეეხება თავად ტერიტორიას, აღნიშნული ტერიტორია ოლიმპიური სოფელი 21 საცხოვრებელი კორპუსით უნდა დაკომპლექტდეს საერთო ჯამში, მაშინ როდესაც სრულად დასრულდება აღნიშნული ტერიტორია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი 8 საცხოვრებელი კორპუსი გადაეცემათ ლტოლვილებს და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი თუ კონკრეტულად რომელი ოჯახები მიიღებენ ამ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინებს. ოლიმპიადის დასრულების შემდგომ ეს ობიექტები ერთი ნაწილი საცხოვრებელი გადაეცემათ დევნილებს და მათი პრობლემები გვარდება ამ თვალსაზრისით. მეორე მხრივ ქალაქს შეემატა საკმაოდ სერიოზული სასტუმრო ძალიან კარგი მენეჯმენტით, ისევე როგორც ქალაქს შეემატა დამატებით კიდევ ერთი სპორტული დარბაზი თავისი ყველანაირი ატრიბუტით და თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს ძალიან კარგად ვნახეთ. 150 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო ჩინური კომპანიის მიერ კონკრეტულად ამ ტერიტორიის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუცხოო პირობებით ჩვენი ლტოლვილები ისარგებლებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პირობებში ცხოვრობენ ჩვენი თანამომავლები შემსებას მისცემენ მე ქართულ სპორტისაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური სოფლის სიმბოლურ თანამდებობა გადასცა ლევან კობიაშვილს, საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ ფეხბურთელს. ლევან კობიაშვილმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხშირი კომენტარი გააკეთა. სწორედ თქვენი დამსახურება, რომ ეს საოცარი განწყობა, რომელიც აქ სუფევს ამ ოლიმპიურ სოფელში, არის ლევან კობიაშვილი. გარდა იმისა, რომ ლევანის დიდი ფეხბურთელი, გამორჩეული ფეხბურთელი, იგი არის ამავდროულად გამორჩეული პიროვნული ღირსებების მატარებელი. ასე რომ მე ვარ დარწმუნებული, რომ აქ არის ყველა პირობა შექმნილი ჩვენი სტუმრების ღირსეულად დასახვედრად, ასევე ყველა პირობა არის იმისთვის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა და სტუმრებმა შეძლონ მომავალი ასპარეზობისთვის სათანადო მომზადება. ოლიმპიურ სოფელს როგორც წესი მერი ხელმძღვანელობს. და მე მინდა დღეს ამ სიმბოლურ, მაგრამ ძალიან საპატიო თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. იგი დახვდება 50-მდე ქვეყნის სპორტსმენებს, 400-მდე სპორტსმენს და მე
ვარ დარწმუნებული, ის ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ეს არის დიდი პატივი გერქვას ოლიმპიური სოფლის მერი და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლოა და მე გაძლევთ პირობას, რომ ჩემი მხრიდან და ჩვენი მხრიდან ყველას მხრიდან იქნება მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთებული იმისთვის, რომ თბილისი 2015 იყოს წარმატებული და ყველანი ვიყოთ და ვამაყობდეთ ამით. მადლობა. 50 ქვეყნის სპორტსმენები სპორტის 9 სახეობაში ოლიმპიურ სოფელში უკვე ხვალიდან ელოდებიან. ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. გახსნის საზეიმო ცერემონია კი 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. ოთარ გიორგაძე საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. მადლობა ოთარ.